მოგიხსენებათ ამ კონკურსში. უნდა დაგვემატებია ცნობილი ადამიანი. სამწუხაროდ ჭიათურაში ცნობილი ადამიანი ბევრი არ არის. სად არ არიან ბიჭო ცნობილები? ჭიათურაში არ არიან. პირველად გია ჯაჯანიძეც ვესაუბრეთ. ეგ ერთი. გიამ ჩიტი მომეჩვიაო და ვერ ტოვებო. მეორე თიტო კუპატაძეს. ეგ ორი. თიტო მამცალიაო კაცშიო არ მეზობლის დაბადების დღეშიო. და ბოლოს ტობე და ტანჯულას დაურეკეთ. ეგ ოთხი. მაგრამ ტობე და ტანჯულამაც უარ იგვეთრეს. ამიტომ ჩვენი ხელოვნების მასწავლებელს თხოვე დახმარება. და ბავშვებო სად გამამაჭენეთ აქა? დაგწვიტავთ იცოდეთ. ამარჯობა. და ასე მომზადებლად არც არაფერი მას მიქნია. რა სიკვდილი ველაპარაკო არც ვიცი ბავშვებო დაგწვიტავთ. ძვირფასო მშობლებო და ძვირფასო ბავშვებო. ძვირფასო ჟეური და დამწრა საზოგადოება. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი ბავშვების დაფასებისთვის და გვერდში დგომისთვის. მე ეს ბავშვები ძალიან მიყვარან. ამათ რომ მე ჭიათურიდან თბილისში უშვებ ერთ სიკვდილს ვკვდები. ორი საჭაიკინდა ხმაი. არ უნდა დაგვემატებია ეს. ჩვენმა ჩვენმა ძვირფასმა რედაქტორებმა გვითხრეს რომ ბოლოს უნდა გააკეთოთ სკეტჩიო ნაცნობ ადამიანთან ერთადო. ახლა ჩემი ბავშვებისთვის ახლა ჩემი სკოლის ყარაულზე უფრო ნაცნობი და სპორტის პედაგოგზე უფრო ნაცნობი არავინ არ არის და დავემატეთ ესენი და თავაზობთ პატარა ეტიუდს, პატარა ჩანახატს, ზღაპარ წითელხუდა სახეთი. აბა ბავშვებო დავეწყოთ ნელ-ნელა ახლა და მარჩვენოთ რა მოვამზადეთ და რა ფერ მოვამზადეთ. მადლობა. და რატოს ეს ბოლოს ბიჭო რა უხალხოში ჩამაგდეთ. მოდი წაიღეს ძიმა ქიარეს ოჩა. ტაში კე გოგა მოდი შვილო. დავეწყოთ. აბარავო ვართ. ვარ მეიწყინეთ. მაგრამ პრინციპში თქვენ რა მოგაწყენდათ კაცო. ახლა კი ნახოთ ნაწყვეტის ღაბრიდან წითელკუდა. ნახოთ. ერთი განცხადების გაკეთება მინდა ახლა. რაც შეეხება წითელკუდას პერსონაჟს, ეს არის ძალიან მთავარი პერსონაჟი და უმნიშვნელოვანესი და ეს ბავშვი აირჩა სრულიად დამსახურებულად სამსახიობო მონაცემებით და მიუკერძოებლად. და მამიდა რა კარგი ხარ. არა მამიდა ცხრიალაი. და მამიდა კარგი. და მევიდეს ახლა მგელის სცენაზე. გალი გამევიდეს სცენაზე თქო. ალგია, შენ რა გინდა კულისებში შექვინდარას. როგორ ახარ ჭირიმე? ვინ ახარ თქვენ? მე წითელკუდა ვარ. წითელკუდა ვისი ხარ ბიჭი? ტექსტ გავყავ შეიძლება, ტექსტ გავყავ. კი. სად მიდიხარ წითელკუდა? ბებიასთან მივდივარ. შედან მიდიხარ ბებიასთან? ჯოყო ერთიდან. მოუთხოვები ხარ ვიღაცას თუ. მაინდა რასა პერედოქს გააფუჭებ შვილო. არა, ფეხით მივდივარ. კაი, ნუ ატლიკინე ფენა შვილო. რა მნიშვნელობა ბოტასებს ხომ მოსპობ? ეს რა მიგაქვს შვილო, სად მიგაქვს მაგი? ბებიასთან. რა მიმაქ და ესკალად გავმატენ მამიდამ. ყველაფერი ჩაფიწყინებული მიმაქ ბებიასთან. ცხელის და ცივი. განაცვალოს მამიდა. არა. ძალიან კარგი, მაგრამ ბაბუასთვის არაფერი მიგაქვს შვილო. ბაბუასთვის არაყი. არაყი მიგაქვს. შანგა. არაყი თუ მიგაქვს შვილო ბაბუასთვის აქიდან რომ წახვიდი ახ შევნა იარო 1000 კილომეტრი მინიმუმ. აქიდან წადი 100 მეტროში მიხვა. თან გზაში კაი გამბედებია მოყრილი კაი პივნოიებია გახსნილი და აქედან დეშუშ. კარგი, ძალიან კარგი მგელი ხართ. კარგი ოჯახიდან ბრძანდები. მეუღლეც არაჩვეულებრივი ყავ. განაცვალოს მამე. კაი, წამბზანდი შვილო იქიდან თქვენ. ლუიზი მე აქეთ. კარგი. კარგი. მამგონი მშვენივრად მევდივართ. გააკვიდოთ მეორე მოქმედებაზე. გოგა მოდი. აბარა ვარ იყო. ძალიან კარგი.
გლის ხوار შეგვეშინა. კი, შეგვაშინა ძალიან შეგვაშინა, კი. ცოტაც მევითმინოთ, მეც ხელა, მაგრამ ეს ფინალი დამამთავრებიეთ და გედვიდეთ მეორე მოქმედებაზე. მიდი ლუიზა მასწავლებელო, გენდობი. მადლობთ. კარგი. შემოვდივარ, ხო? მოდი ხა, შემოდი ხა. ბიესთან მივდივართ. არა მაქვს შვილო ჯიკავისთან, მიდი შეგჭამე, დავაი წავიდა. დავაი. რას მეკადა ნუგზარე, რატომ მეკდავ ნომერს? რატომ მეკდავ ნომერს ნუგზარე? შევჭამე, всё. კარგი, გადვიდოთ მესამე მოქმედებაზე, პირდაპირ შენ არ გადახვედი ლიხსიკით, კუკაშა და შეგნით კანე. მამიდა არ უნდა მუსიკა, ისედაც მუსიკა არის ბავში. მოდი მამიდა. ედი მამიდა. ბებია, რატო გაქამხელა თავი? იმიტომ რომ ახმელი ეზიო, შვილ თავი მის. აი, საწევიდე ის ბოთლი, სადარი, ბოთლი. ბებია, რატო გაქამხელა კბილები? რომა კბილები შვილო არ გიგვერს, ბოთლი სადარი არა. ბებია, ისე იმ ტყემალაძეებს რა უნდათ გოგიას სახკართან, რატო არ ეშვებიან? ხელში ჩაგდება უნდათ, ხო? რა, ამაში შენ ნორმალური. თუ გინდა ერთი უდი ჩამაში. დაუმთავრე მამიდა, მე დაუმთავრე. სუსხანაირად ხომა ჩაფიქრე. ბებია, რატო გაქ ასეთი ბოხი ხმა? რატო მაგ ბებია და მე არ ვარ ბებია შენ, მე ვარ მგელი. ნუგზარე. მე ვარ მგელი, ეხლა რო გელაპარაკე, მე აუწყარ. ეკიდან შემოდი. 100 მეტროში არის თქო. ის ვარ მე, შეგჭამე. ნუგზარე, ნუ ჩამეგდა ამ წარმოდგენას და ამთავრ შამავიდეს მონატირე არტებეცე ფარაშა. მე არაფერს არ ჩავაგდებ შენ მიხედე შენ. ჩამეგდა ამ წარმოდგენას მონატირე შამავიდეს სცენაზე. სადაგდია მონადირე? ვიდეს მონატირე. აკეთ. ეს და მე ნუგზარე რაღაც. ბაჭო. მე მაპატიეთ ბატონო ასტამი, აკეთ. ბაჭო. მე მაპატიეთ ბატონო ასტამი, ცოტა. ბაჭო, მე იხედი აქ, მე იხედი. სად არის რეკვიზიტის ბოთლი? ნუგზარე. რეკვიზიტი სად არის? როგორ ნუგზარე თუ ნუ ჩამეგდა ამ წარმოდგენას რომ მე მაყვანია ბოლომდე ძალიან. ესე იგი, მონადირისთვის შეიძლება რეკვიზიტი არ აქვს ბოთლის დალევა და მგელი დაბალი ხობი არის. შენ დაამთავრე წარმოდგენა, აი თუ ჩამეგდა რეპეტიციაზე არ მოგაკეთებდი და აქანა რა სიკეთე და მოდი ბიჭო, მესროლე, მოდი. ემზადე თქვენ. მესროლე, всё, ამევიდე წითელქუდა, გადარჩა ბებია, სულ ყველა სამამიდაშვილო, საბიძაშვილო, короче, მე იგო წითელქუდას სასტავ, მაგრამ ამადეთ ბავშვებო. მადლობ, დარჩი ახანა. ასე დაგეგმილად შეიარა სულ ყველა ფერმა. შვედად თბილად და თბილად. დღეები რბიან და ჩვენს ბერდებით, მაგრამ ფრთიანდებიან ჩემი ძმისშვილის ნაირი. კარგი გოგო ბიჭე. საერთოდ. საერთოდ ცხოვრება არის ძალიან სამართლიანი და თუ ვერმასთვის რამე დაგვიშავებია უკან მოგვიბრუნდება ესე დალეც უცქერეზე ხო გითხარი გამოგაჭერებ ტელევიზიით ის ლუიზა ვარ მე ძალიან დიდესი მადლობა ჩემი ბავშვების დაფასებებს და კვარ შეთქვა მისთვის მე პაპმატო გმადლობთ თქვენს წინაშე იყო ქალაქ ჭიათურის გუნდი შავი ოქრო ბაჭო, მომხედი. ისი შეშება. მაბადეთ შვილებო. შენ